ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო, მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. გევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი ქუთაისიდან ჩამოგზავნდა ჩემო ბატონო. ხოთ შეგებოთ ბატონი დავით ლიკლიკაძე. გადი ბატონო დავით. მოგესალმები დავით ბატონო. კეთილი იყოს ჩამოგზანება და ამ სტუდიაში პირველად მას ვიგრძნობ შემომოდომა და კეთილი იყოს თქვენი ბეხი ჩვენთან. დიდი მადლობა, მეც ყოველთვის მომიხარია, როცა აქ მომდივარ. გაიხარეთ გენაცვალე და მე ვადევნებ თვალყურს, ესე იგი თქვენს მოძრაობას როგორც შინ, ანუ ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ, მაგრამ საზღვარგარეთ უფრო დაგლანდავთ ადამიანი, რა თქმა უნდა, ვთქვათ, smartphone-ის ეკრანიდან და ეხა ბევრ პროფესიას რო ითავსეთ ეს ცნობილია ისედაც, ვთქვათ, გიდის, მსახიობის, ტელეწამყვანის, მაგრამ ამ ბოლოს მეგონი ზაიმ გიდობამ გადაძალა, ხო? და ამ გიდობის პროცესში არის შეთავსებული მსახიობობაც და წამყვანობაც და აი ამაზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი უამრავ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და მე ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა. როგორია ამ ურთიერთობის პერიპეტიები? ესე იგი ძალიან რთულია, საკუთარ მეუღლესაც კი ვერ ვაჯერებ, რომ ეს არის შრომა. იმიტომ რომ ისა რა ქვია, ეხა ხან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვარ, აუზზე ვარ, აქ რო რაღაცა თოვლის ბაბუებს აკეთებენ თოვლისგან, მე რაღაც ტროპიკულ გარემოში ვარ, ანანასის სისმიკავია ხელში და აუზზე ვარ წამოწოლილი და ვმუშაობ თქო, მეუღლეს რომ მეუნები. არ ეს მუშაობა ნავთილად. ამაში ვიღებ პულს და რა გავაკეთო. ხო და ისა ძალიან ძნელია დავარწმუნო და საერთოდ ისე ნდობას უკვე ბევრი ადამიანი მიცხადებს, წერენ გვირეკავენ, ესე მარტივი არ არის, ხო, უცებ წახვიდე ამ ხელატურებში, გაყვე ადამიანს, როცა არ იცი ვინაა, ტურისტული რაღაცა და ეს ამ ნდობისათვის მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მოგზაურის, მაგრამ უცნაურობა ის არის, რომ ზოგი უამრავი ისეთი უცნაური სინიცა აქ წერენ, ახლა განსაკუთრებით, ეხლა ამას წინათ წერს ერთი ქალბატონი, რომ ისა რა ქვია ვაიმეო რა კარგი ტურია ყველანაირადო, მაგრამ მეო თბილისელი რო ვარო, თბილისელი რა შუაშია, მე ვთხარ, მე მოგზაურობასთან თქო. არაო, თქვენ ხო ქუთაისიდან მიდიხართო და მე რა პრობლემა გაქვთ? ქუთაისში ხო უნდა ჩამოვიდო? ვთხარ, უვიზოა ქალბატონო, ქუთაისში ჩამოვიდო. როცა გინდა, რა პრობლემაა? ერთს უარესი შიშები ქონდა ისა ესე რა არის ციო აი კარგი ტურიაო მაგრამ ქუთაისიდან რო არ იყოს ფრენა კარგია ხო მგონია რომ ალბათ რომ ჩამოვიდე გავწვალდა რაღაცა ხო და კარგი რა პრობლემაა მე ვთხარი აი მორგებულია ავტობუსები ისე ფრენის რეჟიმზე მარტივად ჩამოხვალ თქო ეხა ხო ჩვენც ხო ჩამოვდივართ თბილისში როცა ფრენა თბილისიდან არ ვთხარ არა მაგას არ ვამბობ ხო თვითონ მეშინიაო რამდენად უსაფრთხოა ქუთაისიდან ფრენაო ხომ არ ჩამოვარდება თვითრენავიო და უი რას ლაპარაკობთ მე ვთხარი ქალბატონო რატო უნდა ჩამოვარდეთ რა ვიცი მაინც ქუთაისია მაინც ხშირად ვარდება ქუთაისში თვითრენავე მაინც ქუთაისია და რა უჭი ჩამოვარ არა რას ლაპარაკობთ მე ვთხარი ქალბატონო თქვენ მე ვთხარი თვითონ ქალაქის გეშინია თუ აეროპორტის და რა ვიცი ორი ვერსიო ხო აი მე ვიფიქრე ფროიდის უიღბლო დედაავატირე გარდაცვლილი როა და აკვირდია ავსტრიელებს რო აგვირდებოდა. ზოგს აქვს ისეთი, ეხა ერთი მწერს რომ რა ღირს თქვენი დუბაის ტური. ხო და მივწერე რომ 1500 ლარი. ხო დაუშვათ ეხა რაც უნდა მოვყვე შესაძლებელად უფრო ადვილია მიტოყვებით თორე შეიძლება არის 1700 რაღაცას. ხო ხოლოფასი არ ეგონოს ხო მინვეს. ხო ახლა მივხვდები რატო 1500-ას. აი ორ კაცზე რა ღირსო და ნუ ორ კაცზე შესაბამისად 3000 ვეუბნები და აი სამ კაცზე რა ღირსო 4500 მე ვთხარი და მე მწერს 4 კაცზე რა ღირსო ხე მათემატიკაში მწდი თუ რა მე სანამ გადავიდე იგი უმაღლეს მათემატიკაში გავაჩერო დროულად გავაჩერო ეს იგი ფასდაკელებას ელოდებოდა მაგრამ არ ვიცი შემაკრებია და შემაკრებია იქ ნახე კაცო ბედუინებთან მოგიწიათ ურთიერთობა და რა გითხეს ბედუინებმა აქ არა უდაბნოა სიმონო თუ რა როგორი იყო მათთან კომუნიკაცია არაჩვეულებრივი ტური მქონდა იორდანიაში
ხო და აი ნამდვილად ის არა ქვია აკლემებით რომ მიდიხარ უდაბნოში ქარავანით თორემ გასეირნება კი არა ოფიციალურ ქარავანით მიდიხარ ჩერდები ბედუინებთან ჭამათან ერთად საგვებს ამზადებ მე რჩები უდაბნოში ვადიურობის უდაბნოში რაღაც ფანტასტიკური ტური იყო ძალიან მაგარი ტური იყო ღამე მოგიწიათ მეგონი კაფსულებში გატარება ხო ეგ როგორ იყო ეგ ამბავი კაფსულებში გატარება ისეთი ის დამემართა იქ ფარდაა იყო უკანა მხარე ჩამოფარებული ის ხომ მთლიანად ის არის და ფარდაა ჩამოფარებული რომ ის სიცხეს თემაში დაიცავს და ღამე რო იყო ის ფარდა სულ არ გადამიწევია ხო და გავიყინეთ ამ უდაბნოში ღამე ცივა უდაბნოში გავიყი დილას მეთქი ფარდას გადავწე უდაბნოს მაინც შემხედავ თქო აქედან თქო და გადავწე თუმე ღია მქონია მთლიანად და ქუჩაში დამიძინებია მე უნა დიდი ვიტრაჟია ასე იკეტება მთლიანად და ის ნახევარსფერო მთლიანად ღია მქონია კარგად გადავჭი კიდე ვაიმე ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გითხრათ რომელიც ახლა პირადად მე შემევთხარ კი ბატონო ერთ-ერთ კაფეში დავჯექი თუ არა უთხარი Wi-Fi-ის paroli თუ შეიძლება თქო და კი გენაცვალეო paroli და ამ პაროლის გამეორება და დამახსოვრება გამორიცხულია უნდა წავიკითხო. რა შეიძლება იყოს ახლა Wi-Fi-ის პაროლი? რამხელა ფუნქცია ავიღე ნახე. Wi-Fi-ის პაროლი ვიკითხე. და მეუბნება ეს ბარმენი. ჯომოლუნგმა 1-დან 8-მდე ციფრები, დიდი ასოებით კავკასიონი, ქვედა ტირე, ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა 1999 წელი. ვერასოდეს მე შეხვალ უმარტივესი პაროლი აგიდა ახედავ ეგრე კი ბატონო კი ერთი ამბავი წმინდა გავიხსენო თქვენი ეს უცხოეთის ასე ვთქვათ მოგზაურობიდან თუ არ ვცდები საბერძნეთში იყო მღერით ესე იგი ყელმოღერებული შემობატონო და მერე შემოდის ბატონი გივიჭიჭირაძის ხმა და როგორი იყო ეგ დაუგეგმარი დუეტი ეგ მითხარი თან ძალიან მცხენი ამ ყველაფრის და თან ძალიან ბედნიერი ვარ ეს რომ კი დიახ ათენში ვიყავით ახლახანს იყო სხვათა შორის საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა მათ შორის საპარლამენტო ესა დელეგაცია იმყოფებოდა ათენში და ჩვენ სპექტაკლი მქონდა ათენში ჩემი თეატრით ქუთაისის უბანი ნიკია და ქალაქ ნიკია ასევე ათენთან ხო და აი იქაური ნიკია და აქაური ნიკიასე გააცოცხლეს ეს ძველი მეგობრობა ამასთან დაკავშირებით დელეგაციის ვიზიტი იყო ბატონი გივი იყო ამ დელეგაციაში და ჩვენ მქონდა სპექტაკლი ათენში იავდანო რა ქნა ვითამაშეთ გოჩა კაპანაძის ხო და ესა შემდეგ ეს ახლა ქართველები მსახიობებიც და ესენი სტუმრები ბანკეტი იყო ერთად გასაელჩონდა მიგვიღო ყველამ ერთად და არაჩვეულებრივი საღამო იყო ნამდვილად და ყველა მღერო და ყველა ცეკვავდა და გავთამამდი ახლა არტისტები ხართ და ახლა რაღაცა ყველა მიცეკვეთ იმღერეთო და გავთამამდი და წამოვიწყე სიმღერა სულ დამავიწყდა რომ ბატონი იგივე იქ პარლამენტარი კი იყო მაგრამ დამავიწყდა რომ პარლამენტარი კი არა ამხელა მომღერალია კაცი ხო და უფრო როგორც პარლამენტართან ისე გავმენდე სიმღერა დავიწყე სიმღერა და ბატონმა გივი ჩამომართვა მეორე კუპლეტი რაღაცა სასწაულად იმღერა დაიგრა ისა ჩანაწერიც არსებობს დაიგრა დარბაზ და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფერთან თან შემცხვა და თან ძალიან ბედნიერი ვიყავი. გაიხარეთ, გავი ბატონო. მრავალი საინტერესო ტური და ბევრი სიხარული მოგეტანოთ ჩვენი თანამემამულეებისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი დავით ლიკილიკაძე, დიდი მადლობა მას ჩამოგზავნებისთვის. ვიჭიმები ქემოვიყვან ქალსავო ძმა ბიჭები მხარს მიბამენ მომყვებიან თანავო ერთი გოგო შემიყვარდა ზემორაჭის თასავო მიდი ფანდურ ჩამოგარი გავაგონებ ხმასავო ბევრი გზები მოვიარე ლამაზი და მოკარგული მერე ხობეს გადავხედე თვალწინ მიდგას დახატული დედამისმა შემომკივლა შეხედვაც არ გაბედო შენისთან აუსაქმური ვის ჭირდება საბედო გოხტა გოხტა გოგო გოხტა Costa, costa, go, 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 bunia, go, una, costa, costa, go, go, costa, go, una, costa, costa, go, 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 bunia, go, una, costa, costa, go, go, costa, go, una, costa, costa, go, 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 bunia, go, una, costa, costa, go, go, costa, go, una, costa, costa, go, 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 bunia, go, una,
რომ დამიწუნა მითხრავარი ჩემშუს არ გამოადგება უსაგმური მომღერალი ერთი ძმა კაცი დავკარგე გადასულა ხნულშია შავი ძაღალი მიუხსია მაგლა ხუკამ კუჩია გოგო დახატულო წამომხები ჩემთან სახლში ნადრევად ნუ მომკლავდა წამომაწვენ ჩემ ზალაში დროა უკვე გავიპარო სანამ შემოგვიღეს კარი შენი ყავი ჩემი ცოლი მე ვიქნები შენი ქმარი Kochta, gogo, kochta, goguna, kochta, gogo, gogunia, goguna, kochta, gogo, kochta, goguna, kochta, gogo, gogunia, goguna, kochta, gogo, kochta, goguna, kochta, gogo, gogunia, goguna, kochta, gogo, kochta, goguna, kochta, gogo, gogunia, goguna. მეცინა ბიჭუნა სამეთი თვე შეუსრულდა არა მოსდის კიჭუნა ერთი სიდედრუ გამყავდა ენამ კუხედ წევარი 900 კიდგავად ხოვე ვერ ეწევა მდევარი რა ვიცოდი ჩემო ძმაო ასე თუ მოხდებოდა დღემშვენიერს ეგ გიტარა თავზე რომ მომხდებოდა ემის მერე ვზივარ სახლში გარეთ გასვლას ვერ ბედა ერთ დღეს მასაც გავეკეცი მივაკითხე ენძელასე Kochta, goguna, kochta, gogunia, goguna, kochta, goguna, kochta, gogunia, goguna, kochta, goguna, kochta, gogunia, goguna, kochta, goguna, goguna, kochta, gogunia, goguna, kochta, goguna, kochta, gogunia, goguna, kochta, გაუმარჯოს ჩემ ვირფას სტუმრებს გრუპ იბერიას დავიძოლდა თქვენი სტუმრობა ჩვენთან და მიხარია რომ ძალიან ბევრი თქვენი ერთგული მაყურებლისთვის მათ შორის ჩვენი შოუს მაყურებლისთვის ძალზე სასიამოვნო მოსასმენი და ესეთი პოპულარული საყვარელი უკვე ბევრისთვის სიმღერა კოხტა გოგო აიმით გაჟღერდა ჩვენ წინა სტუდიაში შესრულებული გვაქვს მაგრამ აი აქ პირველად გაჟღერდა ჩემო ბატონო და მიხარია რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ თქვენ არაერთი ესეთი საინტერესო ვიდეო გიდებთ სოციალურ ქსელში, როგორც თქვენს მიერ გადაღებული, ისე სხვების მიერ აქტიურად აზიარებენ, მოკლედ პოპულარული ხალხი ხარ და მიხარია რომ ეს პოპულარობა თქვენი იზრდება. ვნახე რომ კონცერტები ჩაატარეთ სამეგრელოში, ზუგდიდი იყო, თორსები მარტვი იყო. ხო, მახსოვს რომ ესე იგი ბოლო ყოველში მე რა ჩახვდა იყო ლოკაცია აბაშა. და თქვენ ისეთი სახასიათო ისეთი იყო სარეკლამო რგოლი, სადაც გაზ 24 ძველებური ეს ვოლგა ფიგურირებდა და ეხლა რა მაინტერესებს ეს გაზ 24 გაგიფუსტათ აბაშაში და მაგიტო ვერ გააგზელეთ თუ რა ხდებოდა ამას თუ რა ხდებოდა მაგასთან დაკავშირებით აბაშაში დავტოვეთ ამას მიმოგვიყვებით ბატონო გია ну მოკლედ მოვიარეთ ეს 4 მხარე სამეგრელოსი ძალიან ლამაზად კარგად ჩავატარეთ მოდი მოვიკითხოთ გიგა აქედან მთელი სამეგრელო და მთელი საქართველო განსაკუთრებით მარკოს მოვიკითხავ ეხლა რა. მადლობა, კარგი დახვეწილი. სადღაც. ხო და ნუ მოკლედ ვაპირებდით კიდე სხვა რაიონებში, ხო? რაიონებში გადასვლას სამეგრელოსი, მაგრამ ბექასზე მინდა რა პატარა ისტორია რომ მოყვე რა, ჩავახსოვოთ თან რა, ახლოსა ერთმანეთთან. ნუ მოკლედ ბექას აქვს ძალიან მრუდეხელი, ესე ითქმება? ან რასაც ვკიდებ, ყველაფერს ვაფუჭებ. ეს არასოდეს არ ხელი კიდე სხვა რამე შეიძლება, ხო, მრუდე თუ გავხელი სხვა არის. ხო, ეს კიდე სხვა. რო ხელმარცხიანს ვიწყობთ, რო შეხედავ ახლა, რასაც ხელს მოკიდებს, ყველაფერს აფუჭებს ერთი სიტყვით რა. არ არსებობს რამე ნივთი, რომ არ გააფუჭოს, თუ ხელი არ მოკიდა. აი, ხელზეც ეთყობა გამოწიებიდან შენგენას. ხო, ნახე გამოვიდა. ეს დასასრული იყო ამ ხელმარცხიანობის ბოლოს და ბოლოს მოვიტეხე, რომ ეხლა აღარ გაგძელდეს. რა მოხდა რა ამის და ერთი სიტყვით რა დავამთავრებ ჩემო მეგობრებო
ნუ მოკლედ ეს ვოლგა ნახეთ, ავაწყეთ, ჯერ თავიდან პაგრესიები დაშვებული იყო, ის აკუმულატორი არ იდგა შიგნით რაღაცა, ყველაფერი მომაყარახჭინეთ, გავაკეთეთ ეს ვოლგა, დავქოქეთ და წავედით. გზაში გამოფუჭდა სეპლენია. ეგაც გავაკეთეთ მე გზაში და ნუ მოკლედ არ დავმარცხდით რა, ჩავედით სამსამერო, მოვაგვარეთ ყველაფერი კონცერტები ჩავატარეთ და ბექამ რო ერთხელ მეც დავსვითო ამ მანქანაზე, მეც მინდა რომ გავატარო რა ეს მანქანა და ყველა ვიჯექით რა ბექარა დაჯდეს რა პრობლემაა და დაჯდა მანქანაზე გასაღები გაუკეთა გადაწყვეტა ჩატეხა ეს გასაღები გასაღები ჩატეხა ის ერთი გასაღები ხოდა ჩვენს YouTube არხზე გვაქვს მე ეს უკვე ეს სასაცილო მომენტები ესე ამოვჭერით და გავაკეთეთ და ის მომენტი არის YouTube არხზე ვიდეოც გვიდევს რომ მიტყდება ეს გასაღები და თავიდან არ ბიჭებს რაღაც ხუმრობა ეგონა ჩემი მხრიდან რომ რა ჩატეხე და ამ დროს გამოწვია ნახევარი გასაღები და დავრჩით ესე 4 რეგიონის ესე დამთავრდა ჩვენი ტურნე და ხელი სად მოიტეხე ხელი ხელი გასაღები რომ მოვტეხე და ჩაატყდა, აი კარებში მომყვა მაგ დროს. კარებს კეტავდი და გაფუჭა თავის სახლში რაღაც წლის გამაცხელებელი. თავისი მრუდე ხელით. ხო და მე თავისი მრუდე ხელით სადა გაკეთება. შეკეთება და მე ეს რო ვერ გავაკეთე მეთქი ოხ შენი თქო და ოხ და ესეთი ამბავი მოხდა ხო. ჩაატყა ხელი და მოიტეხა. ახლა მაინდა-მაინც ხელმარცხიანობაზე რო არ გამოვახვიდოთ ყურადღება, მე სხვა რამეს ვიტყვი და სხვა რამე დადებითი ნიშნით გამიკვირდა რო არ ველოდი, უცხოეთში არ ვიცოდი შენგან. ეს იყო რა იცი, თქვენ ბევრ სითფოს იღებთ მაყურებელთან უშუალო ურთიერთობაში და ეს არის ხიბლის სწორედ კონცერტების, მაგრამ მე ვფიქრობ განსაკუთრებული იყო, დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც, აი ერთი ის შეხვედრა, სადაც ბექას ცეკვამ ნახე, ისეთი რა ქვია, შემართებით, თორსები, ანიკა ქვია, ხო, იმ ორგანიზაციას, სადაც თქვენ იყავით და აი ეს ამბავი მინდა რომ გაიხსენოთ. ხო, ეგ ძალიან კარგი დღე იყო და მართლაც კარგი დღე გამოგვივიდა და ჩვენს მეგობრებს მე მგონი დავამახსოვრეთ ეგ დღე კარგად რა, ვეცადეთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ რომ რაღაც განსაკუთრებული დღე ყოფილიყო მათთვის და ბავშვებო მოკითხვა აქედან და ძალიან გვიყვარხართ და კიდე აუცილებლად გესტუმრებით. ძალიან კარგი. ხო, ძალიან კარგი იყო. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ იმ დღეს, ძალიან ბევრი ვიმღერეთ. სხვათა შორის ერთი კარგი დიდი სოლო კონცერტი ჩაუტარეთ ამ ჩვენს პატარა მეგობრებს და ძალიან ბედნიერები იყვნენ და გახარებულები იყვნენ და ჩვენც საუკეთესო მაყურებლები არიან როგორც ყოველთვის. ძალიან ბედნიერები იყვნენ და ჩვენ ძალიან გავუბედნიერეთ. ჩვენ ძალიან გაგვაბედნიერეს. ძალიან ბევრი ემოციებით, აი ეს დავიტენეთ, რასაც იტყვიან, კარგი ემოციებით და ესე გამოვედით. ესე ემოციებით სავსე და ვაპირებთ სხვათა შორის ეს კამპანია ჩვენი მხრიდან ასე არ გაჩერდება და გაგრძელდება აუცილებლად. გვაქვს გეგმაში რამოდენიმე ესეთი სასწავლო ცენტრი არჩეული გვაქვს, სადაც აუცილებლად გესტუმრებით არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბატონო გია და მიდის ამაზე მუშაობა და წარმოწება და წარმატებას გისურვებთ. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად. საერთოდ დაგეგმილის კარგია, როდესაც ნარეპეტიციებიან, აფიქრია, თქვა და ერთობლივი შესრულება, რატომღაც ამბულ დროს კოლაბორაციას რო უწოდებენ. რაღაცა დამკვიდრდა და უცნაურად ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ხიბლი და სხვა რაღაცა გემო და მადლი აქვს ხოლმე, როდესაც დაუგეგმავად ხდება. რა მაინტერესებს ახლა ჯანოიზორიასთან ერთად ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო თუ სპონტანურად მოხდა? ხო, ჯანოიზორიასაც შეეხება ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა და სალომე ბაგურაძეს დიდი წვრილი მიუძღვის ამ ყველაფერში, რომ სალომემ დამირეკა და ჯანო ყავსო დღეს წამყვანიო და რაღაცა ერთობლივი გააკეთეთო რა ჩვენთან რესტორანშიო და ესე უცებ მოხდა რომ ხო ვიმღერეთ ტანი მშვენიერი იგიღუ ულაგიჩქუ სისკვერიში ჯანომაც ხო რა თქმა უნდა ძალიან დიდი მსახიობია და ნიჭიერი ადამიანია და ასე აგვიბა მხარი და მოკითხვა ჩვენს ჯანოს აქე და დიდი სიყვარული. მოვიკითხოთ ჩვენი ძმა და მეგობარი. ახლა კონტრასტის პრინციპით სულ სხვა რამე მინდა კითხოთ. დომინიკ ნოიმანი თუ იცით ვინ არის თქვენ? ნოიმანი რაღაც ნაცნობი ის. ნოიმანი შენ ახლა როგორც ხმის რეჟისორმა მიკროფონი აბას არ გულისხმობს. ეს დომინიკი ბატონოია არ ვიცით. დაახლოებით ვიცით ვინც არის, თუმცა არ ვიცით. ბიჭებმაც მე მგონი არ იციან ვინ არის. გრაცის შტურმის Facebook ადმინის სახელი და გვარი კი უნდა იცოდეთ, რატომ? იმიტომ რომ თქვენი ფანი აღმოჩნდა და მეტიც მოახდინა თქვენი კიკინე, ფერბურთს და კიტეიშვილის გოლი არის კიკინეს სახლებიდან. მითხარი როგორ აღიქვით ეს? კიტეიშვილის 11 მეტრიანი კიტეს ეკითხებიან ქართული სიმღერაო, შენი საყვარელი ქართული სიმღერაო, მოგვასმენინეო და ჩვენი კიკინე გაუგზავნე და კიტე მადლობა ძმაო. რო ჩამოხვალ საქართველოში ერთად ვიკიკინოთ რა. ჩვენ აქ ვართ, გეოდებით.
გამოთვალეთ უკვე რამდენიმე რაიონი, სადაც იყავით და მითხარით, რომელი იყო უფრო ხმაურიანი, უფრო სელფიანი, ყველაზე მეტი სელფი სად გადაიღეთ და ხო, მარტვილი იყო ყველაზე ხმაურიანი, მე მინდა გამოვყო ეს მიკროძეობაში არ ჩამithვალოთ, არც ირაკლის შავთვალოთ, იმიტომ რომ ორივე მარტვილიდან ვართ მე და ირაკლი. ამიტომ ობიექტური იქნებით რა თქმა უნდა. იცით რა, მარტვილს ძალიან მონატრებული ქონდა ჩვენი კონცერტი და ნუ ჩემი ხილვაც რა, ჩემს მეგობრებს და ჩემს საყვარელ ხალხს და უბრალოდ ძალიან ის იყო რა, დადებითი ემოციები იყო იქაც და ყველაზე ბევრი მსმენელიც მარტვილში მოგვივიდა. ფაქტიურად ადგილი არ იყო დარბაზში რა, რაც შესაძლოა მაყურებელი ყავს მარტვილს მე ჩემი რომ ხო, და თქვენც მოგეხსენებათ, კი, არაერთხელ ყოფილხართ მარტვილში და ჩაგიტარებიათ საღამოდან, ხო. კარგი იყო და კიდე ერთხელ მოკითხვა ჩემს საყვარელ მარტვილს. დაუქრას ხან ერთი რა მითხარით, რომელი რაიონი იყო ისეთი რომ გიფიქრე რომ აღარც უფრამიდა, აღარც კონცერტი ერთი დამასვენა და ეგეთი ხო არ ყო. ესე იგი ბატონო გია თელ ცხოვრებაში ალბათ ესეთი ბევრი არ მიჭამია რაც სამეგრელოში იყო. არ საკუთრებული ასტრონომიული ეს იმიტომ რომ ესე იგი ოაზისი კონცერტი იყო აბაშაში იყო კონცერტი, აი ძალიან გენიალური სუფრა გაგვიშალეს კონცერტის შემდეგ და ხო, აბაშაში. ესე იგი, სულ ნაინაირი საჭმელები მოდიოდა და ესე იგი, რო არ დააგემოვნოთ თან ეს მეგრული სუფრა მოგეხსენებათ და აი მოკლედ ბოლოს იყო უკვე მწვადი რომ მოვიდა და შევჭამე, აი всё, ნუ მეთქი წერტილი აქვს და აი ერთიც გავიხედე და მოდის მიმტანი და მოაქვს ყველის ხინკალი. ხო, რაღაცა თავის ბიჭებმა რო დააგემოვნეს და ეს გაწელილი ყველი რო დავინახე, ხა ელარჯის გარდა არ მქონდა ესეთი გაწელილი საჭმელი ნანახი და მოკლედ აი ორ ცალს მაინც მოვერია და იმის შემდეგ 3 დღე მე მგონი უკვე საჭმელის დანახვა აღარ დიეტაზე იყავი ჩემო მახო. დიეტაზე ვიყავი, მაგრამ აი უგემრიელესი სამზარეულო აქვს სამეგრელოს მინდა აღნიშნო რა. არ შეიძლება რომ საყოველთაოდ ცნობილი ამბავია ჩემო ბატონო. მართლა ესეა. შვენიერის სიმღერა გაქვს მომზადებული ერთი, თანაც ახალია როგორც ვიცით, კონსერვატორიაში. დღეს ფაქტობრივად პრემიერა გვაქვს, ხო ესე გამოდის? სატელევიზიო მიმართულები და მოდი ორი სიტყვით ამ სიმღერაზეც მითხარი და შემდგომ გადავმინასვლოთ ისევ ჩვენი შოუს. ხო, ეს სიმღერა დაიწერა სიყვარულზე. შემდეგ ამ სიმღერას ისეთი მიმართულება მივეცით, რომ აგერ ჩვენ კლიპი გადავიღეთ ჩვენს საყვარელ მეუღლეებთან ერთად, ბავშვებთან ერთად და ჩვენს YouTube არხზე შეუძლია ჩვენს მსმენელს ამ კლიპის ყურებაც, მოსმენაც ამ სიმღერის და ერთი სიტყვით სიყვარულზე გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც განსხვავებული და მე მგონი გამოგვივიდა რა. შვენიერად. ყვარებია, თანაც თვალები, ამბები. ხო და ესეთი კარგი სიმღერა შედგა. ჩვენ ვფიქრობთ რომ კარგია და დანარჩენი ჩვენი შოუს მაყურებელმა გადაწყვიტოს თავად. გადაწყვიტოს, კი. აბა ხო. შენზე ოცნებებს შევასხიფრთები და ეს სიმღერა მხოლოდ შენია ფიქრებში მაინც ვიქნები შენი ამ სიყვარულზე შენ გიმღერივარ ეს ვარსკვლავები ყვარებია შენი თვალების ხერა ყვარებია შენი თვალები ყვარებია ეს ვარსკვლავები ყვარებია შენი თვალების ხერა შენზე ფიქრები დარჩება ჩემში თვალწინ მიდგახარ კესანით ხელში გაზაფხულს გავხარ მაისის თვეში შენზის ხივი ხარ ნისლიან დღეში ყვარებია შენი თვალები ყვარებია ეს ვარსკვლავები ყვარებია შენი თვალების ხერა ეს ვარსკვლავები ყვარებია შენი თვალების ხერა
შენი თვალებისკერა ხვალებია შენი თვალები ხვალებია ეს ვარსკვლავები ხვალებია შენი თვალებისკერა ხვალებია შენი თვალები ხვალებია ეს ვარსკვლავები ხვალებია შენი თვალებისკერა დიდი მადლობა ჯგუფს იბერია, წარმატებები გუსურვოთ მათ. ჩვენი სტუმრები არიან ნინი ყულეჯიშვილი, ნათია და მედია ნემსაძეები. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მაყურებელს მე ჯერჯერობით არ უთხარი და მინდა გავშიფრო, ვინც არ იცის და ვისაც თქვენი შემადგენლობა ერთად არ ყავს ნანახი, რომ მომღერალი ოჯახი მყავს თქვენი სახით სტუმრად და ესე იგი ჩემო ბატონო, აქ ბრძანდებით შვილი, დედა და ბებია. სამი თაობა ერთად არიან წარმოდგენილები ძვირფასო მეგობრებად. დავიწყებ ბებოსგან თქვენის ნებართვით ქალბატონო მედია. მადლობა. განსაკუთრებით მინდა გითხრა თქვენ, რომ სპეციალურად ჩამობრძანდით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ორ უბშვენიერეს ქალბატონს რო უყურებთ, ესე იგი იმდენად მცირეა სხვაობა ასაკში, რომ ჩანს რომ ერთად ყავთ ისინი გაზრდილი და პირველი რა მინდა გითხოთ, თქვენ ოჯახში რომელი უფრო ხშირად ისმოდა, დე თუ ბებოს უფრო ხშირად გაიგონებით, როგორ ხდებოდა ეს ამბავი? არა, ბე არა, დე, დღემდე დე, იმიტომ რომ პატარა რო იყო ახლა ზრდიდი, დე, საერთოდ ასე ვიცი მიმართვა ყველაზე. ხო და დე, ვიცი დე, ნათიაც დე, ნინიც დე. როდის გაუფხილეთ რომ ნათია მისი დედა თქვენ? არასოდეს არ დამიმალია, არასოდეს არ დამიმალია, თავიდანვე იცოდა რომ იყო ნათია დედა. როგორი იყო ჩვენი ნინი ბავშვობაში? გეტყვით, ერთ ცოტა რაღაცა მინდა დავამატო, აუცილებლად მინდა თქვა თუ შეიძლება. დიახ. ნინის ყავს საუკეთესო ბებია და ბაბუა მამის მხრიდან. დღემდე ყველაფერს აკეთებს იმის გულისთვის, რომ ნინის ჰქონდეს უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ნინი რო დაიბადა, საქართველოში არ იმყოფებოდა. ნათია იყო 17 წლის, მე ვიყავი 39 წლის და გადავწყვიტე რომ ნინი გამეზარდა მე. ძალიან კარგი ბავშვი იყო, კარგი გასაზრდელი. ალბათ ახალგაზრდა ვიყავი და ამით უფრო ავიტანე ეს ყველაფერი, მაგრამ ვიგრძენი თუ რა იყო შვილიშვილი. პირველი შვილიშვილი და აი დღემდე აი ნათია ხო დედაა, მაგრამ კი არ მშურს. მინდა რომ აი რო უყვათ ერთმანეთი, მაგრამ მაინც ვეჭვიანობ ზოგჯერ. აუცილებლად ამბობთ. სიმღერის ტრადიციებზე რას მეტყვი თქვენთან? რა ადგილი უჭირავს თქვენ ოჯახში სიმღერას? სიმღერით ჩემს ოჯახში ყველა მღერო და ყველანაირი ინსტრუმენტი ქონდა. მამა ჩემი, დედა ჩემი დედმამიშვილები, მამიდები ყველა მღეროთი. ალბათ იქიდან გადმოვიდა ამათზეც. დავადგინეთ ეს ამბავი. მამა ჩემიც უკრავს პიანო. გამღერის. კი, ჩემი დედამთილი სხვათა შორის გურული ქალი იყო და მღეროდა და რა ვიცი, ამათი გადმოვიდა ეთყობაში დამომავლობით. ნინი, შენ როგორც ვიცი, დიდი ხანი გაგიჭირდა არჩევანის გაკეთება ცეკვასა და სიმღერას შორის. შემოქმედებითი ნიჭი გავარკვიეთ საიდან არის, მაგრამ ვიცი რომ მათემატიკის ნიჭიც გაქვს და ეგ საიდან გამოყვა, მოდი ესეც გავარკვიოთ. კი, მუსიკალური ნიჭი ალბათ უფრო რა თქმა უნდა დედის მხრიდან მერგო. მაგრამ რაც შეეხება მათემატიკის სიყვარულს, უფრო მამის მხარე. მამა ჩემის მამას აქვს მათემატიკის განათლება, ტექნიკური საგნები და მეც გადმომყვა ესე მათემატიკის სიყვარული ჩემი ბაბუისგან. და დღემდე ძალიან მიყვარს მათემატიკა. და ესე თანხლებით მათემატიკისაც მე სოლიდარული ვარ და ვფიქრობ რომ მათემატიკა მართლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, დისციპლინა გახლავთ ჩემო ბატონო. კარგია ისე სიმღერა და მათემატიკა ერთად მომწონს. კი, მუსიკა და მათემატიკა ერთად რაღაცა ჰარმონიულად არის, ისტორიულად ასეა ცნობილი თან. ნათია, ვიფიქრობ რა მინდა ესე გითხოთ. ხშირად აღნიშნავს ხოლმე ნინი სხვადასხვა ინტერვიუში, რომ აი დედის დამსახურებაა მე რომ ღერიო. და ეს რა მაინტერესებს, აი რაც შენ თავად ვერ განახორციელე ის ნინის დაეხმარე რომ განგეხორციელებინა თუ როგორ იყო? ზუსტად ასე იყო. რაც მე მქონდა ოცნება,
გამიმართლა ნინიში. ბავშვობიდან ბაღის ასაკიდან ერთად ვიყავით სულ სცენაზე, მინდოდა რომ სიმღერა რა თქმა უნდა პირველ რიგში ყოფილიყო და შემდეგ ცეკვაც რა თქმა უნდა ორივე ერთად მქონდა მას ეს ნიჭები ასე ვთქვათ. მაგრამ გამიმართლა რომ მე რაც მინდოდა და ვერ გავაკეთე ნინი ამისრულა, შეგვისრულა ყველას. ნინი მე შენ მახსოვ ხარ cover show-დან. და ახლა სულ ვფიქრობდი cover show გარდა იმისა, რომ ძალიან მასშტაბური პროექტი იყო ტელეიმედისა. შენ ახლა მეთქი გვერდზე ქონდა იქვე ეს არენა ქობულეთიდან იქვე გადაირბინე თუ როგორ მოხდი cover show-ს რეალობაში? cover show ჩემი პირველი კონკურსი მაინც არ იყო, თუმცა cover show იყო პირველი ყველაზე მასშტაბური და ყველაზე გრანდიოზული პროექტი ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ბევრი ცვლილება შემოიტანა ჩემთან მუსიკალურ კარიერაში. კი, ქობულეთთან ახლოს არის ჩვენი დარბაზი და ცხადია, ჩემი გულშემატკივრებიც უფრო მეტი იქნებოდნენ ქობულეთში სხვებისგან განსხვავებით და მართლა გვერდში დამიდგა ჩემი ქალაქი, ჩემი კუთხე და ძალიან ვაფასებ ამას და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროექტში მონაწილეობაში და ამეხმარა, ხო იცით, მაინც გულშემატკივრების ძალა რას ნიშნავს. თუმცა მარტო ქობულეთიდან არა, თბილისიდან იყო ეს შემოთავაზება, მე აქ ვსწავლობ და აქედან იყო ჩემი შემოთავაზებაც cover show-ს. მე როგორც ვიცი, თქვენ ოჯახურად ხშირად მოგზაურობთ ხოლმე, ხო? დიახ, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მე განსაკუთრებით. მეც ძალიან. და მიყვარს დედასთან ერთად მოგზაურობა, ასევე ბებოსთან ერთადაც, წელს ერთად ვიყავით ჩემს საყვარელ ქალაქში. სტამბოლში ვიყავით. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს შემთხვევით დავკარგე ჩემი პირადობა, პასპორტი და ქობულეთში რომ ბებოს ვაბარებ მაინც ჩემს ყველაფერს და მოგზაურობა როცა მიდა ჩავდივართ ქობულეთში და ვემზადებით ქალაქ ქობულეთიდან გასასვლელად. და შემთხვევით ბებოს უპოვნია ეს ჩემი ძველი პირადობა. რომელსაც ვადა ქონდა გასვლის, გაცემის და ბებოს ეგონა ის პასპორტი მოქმედებდა, მაინც მოქმედების ვადა ქონდა და გამატანა ეს ძველი პასპორტი. და მივედით საზღვარზე და გადამიყვანეს, გადადედა ჩემი გადავიდა საზღვარი გადაკვეთა ჩვეულებრივად და მე გამაჩერეს, გადამიყვანეს, გადამამოწმეს, არაფერი არ ვიცი რა ხდება. თუმცა შემდეგ მითხრეს, რომ თქვენ იპარებით თუ რას აპირებს, ყალბი პასპორტით მოხვედით. მეთქი არანაირი ყალბი პასპორტი არ მაქვს. თუმცა ესეთი შემთხვევა იყო ძველი პასპორტით მომიწია გადასვლა. მერე გამოვძვერით საბოლოოდ. არა, გამოვძვერით, გამაბრუნეს უკან. შემდეგ წავედით, გავაკეთეთ საჩქარებით, ყველანაირად 1 საათში, ბაბუს დახმარებით და შემდეგ გადავედი ესე ნანერვიულები და დღემდე ჩემი პასპორტის ფოტოში მაქვს ცრემლი თვალზე. ატირებული, გადავიღე ფოტო და ესე გავედით. რადგან ყველაფერი კარგად დამთავრდა, მოუბრუნდეთ ახლა სასიამოვნო მხარეს, რომელიც უკავშირდება სიმღერას. კიდევ ერთხელ მადლობა ჩამობრძანებისთვის და დღეს რა სიმღერას შეგვისრულებთ ჩვენ შოუში? ბაჟა აზარაშვილის ისევ წვიმს. მოგისმენთ სიამოვნებით. ისევ წვიმს, ისევ ცრის, ისევ ღამეა. ღამე გვაქვს ჩემი ცის, მოსასხამია. შენ ისევ შორს ახარ დანისლებში ქრები ვაი რომ მახსოვ ხარ არ მავიწყდები შენ ისევ შორს ახარ დანისლებში ქრები ვაი რომ მახსოვ ხარ არ მავიწყდები გლავა რომ ძგერს ოცნებით ჩემი გულია თენდება იქნება გაზაფხულია მაგრამ შენ სხვა გიღვარს სხვა გიდაცებს ალაბად ჩემსკენ არასოდეს არ მოიხედა ისევ წვიმს ისევ ცრის ისევ ღამეა ღამე კვლავ ჩემი ცის მოსასხამია შენ ისევ შორს ახარ დანისლებში ქრები ვაი რომ მახსოვ ხარ არ მოვიწყდები მაგრამ შენ სხვა გიღვარს სხვა გიდაცებს ალბათ ჩემსკენ არასოდეს
დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.